პირველ სკოლელი ბავშვებისა არის ფოტო 37 წელს გადაღებული. ეგენი 20-21 წელს დაბადებულები არიან და მე-10 კლასში არიან 37 წელს. და ყველა მშობელი დახრეტილი არის იმ კლასში. და ეს ფოტო არის საოცარი დაძალებული სიხარულისა. დაძალებული რაღაც მოლხენისა. ბაბუაჩემი, ბებიაჩემი, ნიტიკობებია ყველანი დგანან და საოცარი ფოტოა, მთელი ეპოქა არის იმ ფოტოში და როდესაც იხსენებ ამ ლექს, აი ასაც ეხლა მოვისმენ ან ვიტყვი, როგორ ესალმება ტიციანის სიცოცხლეს. ახსენდება, რომ ის გადმოცემით ვიცით, რომ შიშველი გადააგდეს ციმბირში ვაგონიდან და რო ეგონათ, რომ მოკლეს წინამდილეში უკდავყვეს და ის ლექსი ახლა მუხრანში რომ მithmis, ამით ტიციანი ცოცხალია და ის კაინიტები და ძაღლები ვინც ტიციანი მოკლეს, მე მათი სახელიც კი არ ვიცი და გვარიც კი არ ვიცი და მადლობა ღმერთს ამისთვის. თუ ჩემი ძმა ხარ, ერთი ძმი იმღერე და დაუჩოქებ მიწას მუხლებით. მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლეო, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა რომ ზედედინოს გავარო არებულ ოქროს დაველებს. სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი. მე კი რა ვყო ამ გოლიათ მთებს, რომ კონდრის კაცსაც დევად აგანთებს. მე და სადავს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ბაზი, ჯობს არ კონდეს სულად სამშობლო, ან და არ რიხოს ასე ლამაზი. სხვა საქართველო მაინც სად არის, რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა, ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას, ვის ეღირსა დავბადებულ ვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი, მას გამარჯვება. ტკბილო სიცოცხლეო, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრეთ. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლო. ვინ ღეროს რატომი სიმღერა, მოდი ჩემთან რა. იგოლი ჩხუნსკია. Liko, liko,
ჩემი სიტყვა მივუვათ ჩემს უსაყვარლეს აფხაზ ძმებს რომ ეს არის აფხაზური მაყრული და თუ დაგვახვედრებენ სოხუმში ასეთ აფხაზურ მაყრულს რომელსაც ახლა ერეკლე დონაძე თბილისში დაბადებული და გაზრდილი იტყვის ხო მე ვიტყვი რომ მაშინ ყველა ჩამოვსულვართ მეთქი რა ხო და მოდი მოусმინოთ აფხაზურ მაყრულს რა What a dare,